ველოდებით ამას, რა თქმა უნდა, ეთერში და რა თქმა უნდა, ველოდებით კიდევ გაკვირვებებს. ასევე ამთავრდით ციცქიშვილისგან, რომელიც სტუდიაში გვყავს სტუმრად და ბუნებრივია, როგორც ეღართი გამაღნიშნა, იმდენად მრავალფეროვანია დღევანდელი საღამო, ნიჭიერის ეთერი, იმდენად ფერადი იქნება და საინტერესო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარფინალისტი გვყავს ახლა სტუდიაში და პირველ რიგში მოგესალმებით ბუნებრივია. რას უნდა დღეს რას გვიბზადებთ? პირველ რიგში მოგესალმებით მთლიან საქართველოს დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. დღეს რას მოგიმზადებ და რას ნახავს მაყურებელი და რავი, ალბათ ვფიქრობ ძალიან ბევრი ელოდებოდა ჩემს ნახევარფინალს და ვფიქრობ მათ იმედებს გავამართლებ დღევანდელი ნომრით და სიმართლე რომ გითხრათ ისე რაღაცა იქ დავტრიალებ, იმიტომ რომ რაღაც აღმოვაჩინე რა. მართლა ახალია რამე? იცი რა, აღმოვაჩინე ილუზიონისტობაში ხა? ანუ აღმოვაჩინე რაღაცა შინაარსები, როგორ შეიძლება გადმოვცეთ ისე რომ თან სანახაობრივი იყოს, თან ილუზიონისტობას გაუცოთ მისდევ და საინტერესო სანახაობას ქონი, მეორეა ამას როგორ გადმოსცემ თან კამერების წინ, სადაც შეიძლება ყველა უცბად ისეთი დეტალი გამოჩნდეს, რაც არ გინდა რომ გამოჩნდეს. ეს ერთი არჩილ და მეორე არის რომ არ ვიცი არსებობს ესეთი ემოციაზე აწყობილი ილუზიონისტობა, ეს ჟანრი არსებობს თუ რაღაცა შენ ანუ ჟანრი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი არტისტი აკეთებს ასე რომ რაღაცა შინაარსი ჩადონ და მეც გამიხარდა და რომ ამას მივახცეთ ეს აღმოვაჩინე და რა თქმა უნდა დღევანდელი ნომერი იქნება ერთ-ერთი ჯარისკაცის ისტორია, რომელიც გასუცხლდება სცენაზე და დანაშაულს ნახავთ და ძალიან ემოციური იქნება თუ ავთანდილის შესარჩევში გამოსვლა გახსოვთ ამბავი რომელიც ბებიას მიუძღვნა რომელიც არის მისი თავგადასავალიც იყო ძალიან ემოციური და ეგრევე ხმა მიკანკალდა აღარ შემიძლია ამდენი ემოციები რომელსაც იწვევს ნიჭიერი ჩემში ავთანდილ რაღაც ეხა ისეთი რომ არ მატირო შეგილია მათენო რაღაც უცრემლო ილუზიონისტობა უცრემლო სანახაობა ილუზიონისტი და ბანკოს გარეშე მე მგონი წარმოუდგენელია ამიტომ ეს ბანკო რა არის მართლა კი ჩემი საყვარელი ეს ბანკო ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბანკო ჩვეულებრივი ვასი ამბობ თქვენ ჩვეულებრივი და მე ჯოკერის თამაში შეიძლება ჯოკერის თამაში შეიძლება შეგიძლია შეამოწმო აბა მიდი ნახე ერთი ჯოკრები დეთ თუ არა აი პირველი ჯოკერი ამომივიდა ნახე რითიც დავიდა შენ გაკორიანები ორი ჯოკერი მე მყავს მოგიგე ორივე ყოჩახტინა მე მოგიგე ხო ეს არის სრული ბანკო სრული ბანკო ერთი ის არის და მაგასია ერთი სრული ბანკო კი მოგეთ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ბანკოს ფურცლები ეხლა რა უნდა გთხოვოთ იცი ერთ ნებისმიერ უნდა აიღოთ ამოვიღო კი ეხლა ჩემი ნებების გალე მე არ ამოვიღებ შუიდან იცი ანთანდილ რომელიც კი შეგიძლია მაყურებელს აჩვენო ჩვენს გვაჩვენო სად არის შენს გაჩვენო კი ეს მარკერი გამომოდი სად ახარ მესამე კამერა რა იყო ეხა უფრო რთული ვერ ავიღე და მინდა თუ გინდა შევცვალოთ არა იყო ა შენ არ გაჩვენო არ გაწყო მაინც მომიწევს კარგი ნებისმიერი რამე დაწერე ორივე რათა მიხვდეთ რომ მსგავსი სხვას დავწერ აი ნახე ისეთ დავწერო ვერ გამოიცნო რომ მსგავსი ბანკოს ფურცელი მე არ მექნება აქ ანუ ამიტომ წუნდებით რა შევაშია მე ესეც გაჩვენო კი ეგეც უნდა ვნახო რა დავაწერე კი შემეცადე მაქსიმალურად გამერტყულებინა და მე მგონი საუზმეს დრო რომ მომდის იმიტომ დავაწერე ციციბურა ციციბურას ვერ გაგეჩენ ბოდიში ეს გინდოდა რომ გაგეჩინა შენ მე საერთოდ ჩვევია ფოკუსების ჩაშლა მართლა ესე გამოვიდა მაგრამ აქეთ გადავარ ფანტაზი რომ მეგონა რომ ჩაუშალი აღმოჩნდა რომ პირიქით ხო და ამიტომ რაღაცა დააწერს ამი სულეთი არას დავაწერე მაგრამ ომლეტი რომ დააწერო საუზმე დღევანდელი არა კაია კიდევ უფრო დამიხვეწა არჩილმა კი ბატონო კარგი მანად მაყურებელს რო აჩვენოთ რა აწერია ციციბურა და ავოკადო ცოტა ჟანრი ძალიან ვიწროა ჩვენი ფანტაზია თქვენს 4 ნაკურს ავიღო და მიხვდებით რომ ეს მსგავსი აღარ არის კი ბატონო შეიძლება იყოს მაგრამ ეს აღარ ეწერა მარჯვენა ხელი რო გამოშალოთ იქა შენც ანუ მე ავოკადო ამას მე თქვენს 4 ნაკურს ავიღებ გადმოატრიალებ აქ დავდებ და მინდა რომ კარგად დააფარო ხელი აი ხა სადმა როგორ მაინტერესებს ნახე პირველივე კარს ამოატრიალებ ეს არის 7-იანი აგური რენდომ აღარ მესმის ასაბო მე ხლა მას ავიღებ ნახე
თქვენს ხელთან მოვიტან. და იქნება 7-იანი 4-იანი აგური. ეს იქნება სანაირად, აი, ნახო გიჭირა, ავოკადო გიჭირა. გათმიდოდე 7-იანი აგური როდის შემოაცურა? ხელში გეჭირა და როგორ? აი, მეგლიჯება ნერვები, არ მინდა გამანებე თავი რა. ანუ ეს რომ მოვიდომო, მე ვისწავლი თუ ნიჭიმჭირდება აქ და მარკვე. ტექნიკა რა. მე არ ვარ უნიჭო ხალი. მე უფრო ვფიქრობ ამას მუშაობა სჭირდება. კი, მუშაობა უფრო სჭირდება. სჭირდება. კი, ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება. და ბადრონ შემოცუდა. ეს არის ავთანდილი და მეთინათინი. მე ქრისტახოსანი. კაციხეს ნუ მომაწყობინება, კაცო გამაგებინეთ რა ხდება 7-იან აგური როგორ მოხდა ჩემს ხელში. არ ვიცი, მე უკვე ძიება დავკარგე. ძიება დავკარგე. აღარ ვეძიები როგორ შვებია. თავარია რომ მე ძალიან კარგად ვისიამოვნო და გამიკვირდეს პირიც ჩამოვაღო. და შესაბამისად ერთ სიტყვი, ანუ ჩემი ნომრების ერთ-ერთი მთავარი თვისება ეგ არის, რომ აი მაყურებელი აღარ ფიქრობს როგორ გავაკეთე, უბრალოდ უყურეს და სიამოვნებს. ხო, რა თქმა უნდა, მე აი სულ მინდა რომ ეგეთი რაღაცა ყოფილიყო, რომ არავის არ თქვი, ეს როგორ გავაკეთე, ის როგორ გავაკეთე და უბრალოდ ეს სიამოვნო და მე მგონი მას მივახცე. ხო, ბოლო წერტილია ხო მნიშვნელოვანი, ხო? რაღაცა გზად მიდიხარ და მე რაღაცა ბოლო წერტილში მოგაბრუნებს, რომელიც არის ვაუ, რო არ ელოდები და რაღაცნაირი კარგი ფინალი. მოკლედ ასეთი წერტილი და ასეთი ფინალები არამარა ნახევარფინალი დღეს ნამდვილად იქნება, ამიტომ ყურადღებით იყავით ავთანდილი რას განახორციელებს იქ